ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ დროებით შეიძლება დროებით გაგვაძევონ, იმიტომ რომ ესე გაგვაძევონ და აღარ დაგვაბრუნონ და თავიდან დავიწყოთ, ასე არა. ალბათ დროებით გაძევება. საბერძნეთის შემთხვევაში იყო ასე, როგორც ვიცი, რომ გააძევეს დროებით და შემდეგ დააბრუნეს უკან. რუსეთი გაძევებულია ამ დრომდეც, აღარ დაუბრუნებიათ უკან მაგალითად. რუსებს ვერ დააბრუნებენ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა დაუბრუნდებით, იმიტომ რომ ესა ერთგვარი გაფრთხილება ევროსაბჭოს ყველანაირად ცდილობენ, რომ ევროპას დაგვაშორონ საქართველოს. მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. ახლა ის ადამიანები როგორ გვაჯობებენ, რომლებიც ფერითვალება გონიათ, რომ ჩვენმა წინაპრებმა დააფუძნეს და ბახმაროში განცხადება გააკეთეს. პრეზიდენტ ყაველაშვილს გულისხმობთ, ხო, რომელსაც გვაქვს დააწესთაო ეს 19 აგვისტო. რომ დააწესა ჩვენს წინაპრებს, მადლობა გადაუხადა ფერითვალება. ხო და აქედან გამომდინარე ევროინტეგრაციაც მოხდება საქართველოში. ყველა კარგად ვიცხოვრეთ. და შანტაჟებს ჩვენ ახლა ევროპა და ევროპული ინსტიტუციები ირაკლი კობახიძე ამბობსო. იქეთ აშანტაჟებენ. ამას ხედავს ჩვენ ქართველი ხალხი, ხო? როდესაც ევროკავშირი გეუბნებათ, ჯერ აი, ნახეთ, შეგვაქვს განაცხადი, რომ გთხოვთ, მოგცეთ ევროინტეგრაციის რაღაც სხვადასხვა საფეხურებზე რომ გადავიდეთ და ამის შემდეგ უკვე იღებ რუსულ კანონს, სადაც ყველა ქვეყანა მოგიწოდებს, რომ არ მიიღო ეს გამჭვირვალობის კანონი. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა, მოსახლეობას კი არ გვაინტერესებს. აი ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა 200 და 300 1000 ლარი კი არ მოიპარეს ბიუჯეტიდან. 300 და 400 და 500 მილიონები აქვს წაღებული და კიდევ აქეთ სამოქალაქო საზოგადოებას ეუბნებიან თქვენი გამჭვირვალობა უნდა. გამჭვირვალობა გვინდა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენ ვინც ავირჩიეთ და როგორ განკარგავს ბიუჯეტს